ეს კაცი, ანუ გერასიმი, ივან ილიჩთან მის კაბინეტში ბოლო სტუმრობისას ნახა. მაშინ ის მესასთუმლის მოვალეობას ასრულებდა და ივან ილიჩს ეტყობა განსაკუთრებულად უყვარდა. პეტრე ივანოვიჩი პირჯვარს იწერდა და კუბოსა და დიაკვანს შორის კუთხეში მაგიდაზე დაბრძანებული ხატებისკენ თავს ოდნავ ხრიდა. მერე მოეჩვენა პირჯვარს დიდი ხანია ვიწერო, გაჩერდა, მიცვალებულს შეხედა და გულდასმით დაათვალიერა. მიცვალებული ისე იწვა კუბოში, როგორც მიცვალებულები წვანან. ძიმედ, უგემურად, გაფიჩხებული და კუბოს აფენებში ჩაკარგული. სასთუმაზე თავი როგორღაც საცოდავად ჰქონდა წამოწეული. გამელოტებული საფეთქლები ჩავარდნილი. ჩამოგრძელებული ცხვირი გეგონება ზედ ტუჩზე აქვს მიბჯენილიო. მას მერე რაც ივან ილიჩი ბოლოს ნახა გაცილებით გამხდარი და შეცვლილი ეჩვენა, თუმცა როგორც ყველა მიცვალებულს, გალამაზებულ, აზრიან სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ამბობდა ის რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე და კარგადაც გავაკეთეო. გარდა ამისა, ამ გამომეტყველებაში იყო საყვედური, იყო შეხსენება ცოცხლისადმი, რაც პეტრე ივანოვიჩს სრულიად უადგილო ეჩვენა. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული გახლდათ, რომ ეს საყვედური მას სრულიად არ ეხებოდა. მერე რაღაც არ ესიამოვნა. პირჯვარი ერთხელ კიდევ სწრაფად გადაიწერა, გატრიალდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. თუმცა თავისი საქციელი ზრდილობის წესებთან როგორღაც შეუსაბამო მოეჩვენა. შვარცი წინა ოთახში ელოდა. ფეხები განზე გაედგა და ზურგს უკან ორივე ხელით თავის ცილინდრს ათამაშებდა. ლაღი, სუფთა, ელეგანტური შვარცის შეხედვაზე პეტრე ივანოვიჩი გამოცოცხლდა. მიხვდა, რომ ის, შვარცი, მაღლა დგას ყოველივე იმაზე, რაც აქ ხდება. არ ემორჩილება სულის ამ დამამძიმებელ შთაბეჭდილებას. მარტო მისი გარეგნობაც კი გეუბნება, რომ ივან ილიჩის პანაშვიდი კრების ჩაშლის მიზეზი ვერ იქნება, რომ არაფერს შეუძლია ამ საღამოს, როცა ლაქია 4 უკურთხებელ სანთელს ჩამოდგამს, ხელი შეუშალოს ბანქოს დასწის ხმაურიან გახსნას და საერთოდაც არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ თითქოს ამ ინციდენტს შეეძლოს დღევანდელი საღამოს სასიამოვნოდ გატარების საშუალების წართმევა. ამ ფიქრში რომ იყო, პეტრე ივანოვიჩს შვარცმა გვერდით ჩაუარა და წაშჩურჩულა. ვინტის თამაში ამ საღამოს ფეოდორ ვასილევიჩს პარტიაში შეამხანაგებოდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პეტრე ივანოვიჩს დღეს ვინტის თამაში არ ეწერა. პრასკოვია ფეოდოროვნა ტანდაბალი, დიდი მცდელობის მიუხედავად ძალიან მსუქანი, განსაკუთრებით მხრებიდან ქვემოთ სულ უფრო სქელი და ფუშფუშა, თავით ფეხამდე შავებში გამოწყობილი, მაქმანიანი თავსაბურულით და ისევე უცნაურად წარბაწეული, როგორც კუბოს იქით მდგარი ის მანდილოსანი სხვა ქალებთან ერთად მოსასვენებლიდან რომ გამოვიდა. ქალები იმ ოთახის კარამდე მიაცილა, სადაც მიცვალებული ესვენა, თვითონ კართან გაჩერდა და განაცხადა. მობრძანდით, საცა პანაშვიდი დაიწყება. შვარცმა თავი რაღაც გაურკვევლად დააქნია, როგორც ჩანს ეს წინადადება არც მიიღო და არც უარყო, მაგრამ პეტრე ივანოვიჩი პრასკოვია ფეოდოროვნამ იცნო, ამოიოხრა, ძალიან ახლოს მივიდა, ხელში ხელი მოჰკიდა და ეუბნება. ვიცი, ივან ილიჩის ნამდვილი მეგობარი იყავით. შეხედა და მისგან ამ სიტყვების შესაბამის პასუხს დაელოდა. პეტრე ივანოვიჩმა იცოდა, რომ როგორც იქ პირჯვრის წერა არ იყო უადგილო, ისე ახლა ცუდი არ იქნებოდა ხელი ჩამოერთმია, ამოეოხრა და დიახ, რა თქმა უნდაო, ეთქვა. ცხადია, ასეც მოიქცა, რის შემდეგაც იგრძნო, რომ შედეგი სასურველი გამოვიდა. ამით პრასკოვია ფეოდოროვნაც გულაჩუყებული იყო და თვითონაც. სანამ იქ პანაშვიდი დაიწყება, აგერ შევიდეთ ამ ოთახში, მინდა დაგელაპარაკოთ, მომეცით ხელი, უთხრა ქვრივმა. პეტრე ივანოვიჩმა ხელი გაუწოდა და ორივემ შიდა ოთახისკენ გასწია. შვარცს გვერდი რომ აუარეს, მან მეგობარს, აჰა, ესეც შენი ვინტიო, თვალი სევდიანად ჩაუკრა. თამაში ვეღარ შემოხვალთ, იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მაგივრად სხვა პარტნიორს შემოვიყვანთ, ისედაც სულ რაღაც ხუთნი ვართ, ახლა კი თქვენც მოგვაკლდით, ეუბნებოდნენ მისი ანცი, მოუსვენარი თვალები. პეტრე ივანოვიჩმა კიდევ უფრო ღრმად, უფრო სევდიანად ამოიოხრა და პრასკოვია ფეოდოროვნამ მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა. დაბურული ლამპით განათებულ, კედლებზე ვარდისფერ კრეტონ გაკრულ სასტუმრო ოთახში შევიდნენ და მაგიდასთან დასხდნენ. პრასკოვია ფეოდოროვნა დივანზე დაჯდა. პეტრე ივანოვიჩი ზამბარებ ჩაშლილ, ჯდომისგან ფორმა დაკარგულ დაბალ პუფზე.
ქვრივს უნდოდა წინასწარ გაეფრთხილებინა სხვა სკამზე დაჯექითო, მაგრამ გაახსენდა, რომ მის ახლანდელ მდგომარეობაში ეს უხერხული იყო და გადაიფიქრა. პუფზე რომ ჯდებოდა, პეტრე ივანოვიჩმა წარმოიდგინა, როგორ რთავდა, როგორ ალამაზებდა ამ სასტუმრო ოთახს ივან ილიჩი. რჩევას როგორ ეკითხებოდა, ეს მწვანე ფოთლებიანი ვარდისფერი კრეტონი ეყიდა თუ არა. სწორედ ამ დროს მაგიდის გვერდით გავლისას მთელი ოთახი ავეჯითა და ნაირ-ნაირი ნივთებით იყო სავსე, ქვრივმა მანტილიის შავი მაქმანი ჩუქურთმებიანი მაგიდის კუთხეს გამოსდო. პეტრე ივანოვიჩმა დასახმარებლად წამოიწია. გათავისუფლებული პუფი კი აზავთდა. ქვევიდან ჯიკავი დაუწყო. პეტრე ივანოვიჩი ისევ დაჯდა და აბობოქრებული პუფი ისევ ჩაწყნარდა. ქვრივი ახლა თავად შეეცადა მაგიდას წამოდებული მაქმანის მოხსნას, მაგრამ იმის გამო, რომ მთლიანად ვერ მოაცილა, პეტრე ივანოვიჩი ისევ წამოდგა და პუფიც ისევ აჯანყდა. ის კი არა tkაცუნიც დაიწყო. როცა ეს ყველაფერი დამთავრდა, ქალმა ბატისტის სუფთა ცხვირსახოცი ამოიღო და ატირდა. სამაგიეროდ, პეტრე ივანოვიჩი მაქმანის ეპიზოდისა და პუფთან ბრძოლის შემდეგ იჯდა დამშვიდებული, კოპებს შეკრული და მოღოშული. ამ უხერხული მდგომარეობიდან ისინი სოკოლოვმა, ივან ილიჩის მებუფეტემ გამოიყვანა, რომელმაც პრასკოვია ფეოდოროვნას მოახსენა, სასაფლაოზე მის მიერ მონიშნული ადგილი 200 მანეთი ეღირებაო. ქალმა ტირილი შეწყვიტა. მსხვერპლის შესაბამისი გამომეტყველებით პეტრე ივანოვიჩს შეხედა და ძალიან ცუდად ვარო, უთხრა ფრანგულად. პეტრე ივანოვიჩს ხმა არ მოუღია. ჩუმა დანიშნა, რაც იმას ნიშნავდა, ამაში სრულიად დარწმუნებული გახლავართ, ვინაიდან სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მოწიეთ გეთაყვა, უთხრა პრასკოვია ფეოდოროვნამ დიდ სულოვნად პეტრე ივანოვიჩს, მერე ისევ სოკოლოვს მიუბრუნდა და სასაფლაოზე გაუბა ლაპარაკი. პეტრე ივანოვიჩი პაპიროსს ეწეოდა და ესმოდა მიწის ფას ქალი რა დაწრულებით გულდაგულ გამოჰკითხავდა და ბოლოს იმაზე შეჩერდა, რომელიც უფრო მისაღებად ჩათვალა. ადგილის ამბავი რომ გაარკვია, პრასკოვია ფეოდოროვნა ახლა მგალობლების ამბით დაინტერესდა. მათ შესახებ თადარიგი დაიჭირა და სოკოლოვი წავიდა. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. ყველაფერს მე ვაკეთებ, უთხრა პეტრე ივანოვიჩს. მაგიდაზე დაწყობილი ალბომები ცალმხარეს მიაწყო. მაგიდაზე გაბნეულ პაპიროსის ფერფლს დახედა. საფერფლე მიუცურა და ჩაილაპარაკა. რომ ამბობენ, მწუხარების დროს მგლოვიარეს პრაქტიკული საქმეების თავი აღარა გვაქვსო, ფარისევლობად მიმაჩნია. ახლა ეს საქმე არათუ მამშვიდებს, შემიქცევს კიდევაც. ვინაიდან ამას ისევ მიცვალებულზე ზრუნვის გამო ვაკეთებ. ისე თქვა, თითქოს სადაცაა ატირდებაო. ცხვირსახოციც ამოიღო, მაგრამ გეგონება საკუთარ თავს ძლიაო, თავი გააქნია და მშვიდად დაიწყო. თუმცა მე თქვენთან საქმე მაქვს. პეტრე ივანოვიჩი წამოიწია, თავი დაუკრა და პუფის ზამბარებს, რომლებიც მაშინვე ამოქმედდნენ, უფლება არ მისცა თავის ნებაზე ამხედრებულიყვნენ. ბოლო დღეებში ძალიან იტანჯებოდა. თქვა ცოტაუდენი დუმილის შემდეგ პრასკოვია ფეოდოროვნამ. ნუ თუ ასე ძალიან. დიახ, ძალიან. მხოლოდ ბოლო წუთებში კი არა, სანამ გარდაიცვლებოდა, ყვიროდა საათობით. 3 დღე და 3 ღამე პირი არ გაუჩერებია. ეს მართლაც აუტანელი იყო. არ ვიცი როგორ გავუწელი, ეს უბედურება როგორ გადავიტანე. მისი ყვირილი 3 კარის იქითაც კი თავზარს მცემდა. ნუ თუ მთელი ის დრო გონებაზე იყო, ჰკითხა ისევ პეტრე ივანოვიჩმა. დიახ, თქვა ჩურჩულით ქალმა, ბოლო წუთამდე. სანამ მოკვდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე ყველას გამოგვემშვიდობა. ისიც კი გვითხრა, ვალოდია გაიყვანეთო. პეტრე ივანოვიჩს ფიქრი იმ გაწამებული ადამიანისკენ გაექცა, ვისაც იმ დროიდან ასე ახლოს იცნობდა, როცა ის ჯერ კიდევ მოწაფე იყო. პატარა, მხიარული ბიჭუნა, ხოლო მერე ასაკოვანი მამაკაცი და მისი პარტნიორი. იმის გაცნობიერებამ ახლა რა ურცხვად ფარისევლობდნენ თვითონაც და ეს ქალიც უცებ შეაძრწუნა. მიცვალებული სანთელივით გაყვითლებულ შუბლს შეხედა ლამის ზედა ტუჩს მიჭყლეტილ ცხვირს და შეეშინდა საკუთარი თავის გამო. 3 დღე და 3 ღამე გაუსაძლისად იტანჯოდა მოკვდე ხომ შეიძლება, ყოველ წუთს ასეთი რამ მეც დამემართოსო გაიფიქრა და წუთით ისევ შიშმა შეიპყრო. მაგრამ მის დასახმარებლად მაშინვე ისე რომ თვითონაც ვერ გაიგო როგორ, მის თავში ეს ნაცნობი ჩვეულებრივი აზრი, მოკვდა ის და არა მე, გაჩნდა. პეტრე ივანოვიჩს კი სიკვდილი არათუ არ უნდა, არამედ არ შეიძლება. სიკვდილზე თუ იფიქრებს, უმძიმესი განცდა მოიცავს, ამიტომაც სიკვდილზე ფიქრი საჭირო არ არის. ამას შვარცის თვალებიც ამბობდნენ.
ამგვარი ფიქრისა და განსჯის შემდეგ პეტრე ივანოვიჩი თანდათან დამშვიდდა და ინტერესით გამოჰკითხა ივან ილიჩის სიკვდილის შესახებ. ყველაფერს ისე დაწრულებით, ისეთი ინტერესით ეკითხებოდა, თითქოს სიკვდილი ის თავგადასავალი იყო, რომელიც მხოლოდ ივან ილიჩისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ მას ეს სულაც არ ახარებს. ივან ილიჩის მიერ გადატანილ იმ აუტანელ ფიზიკურ ტანჯვაზე საუბრის შემდეგ ამ ყველაფერს პეტრე ივანოვიჩი ასე გამოწვლილვით იმიტომ ჰკითხავდა, აინტერესებდა მისმა ტანჯვამ როგორ იმოქმედა ცოლის ნერვებზე. პრასკოვია ფეოდოროვნამ ეტყობა საჭირო ჩათვალა საქმეზე გადასულიყო. პეტრე ივანოვიჩ, რომ იცოდეთ, რა მძიმეა, თქვა მან და ატირდა. პეტრე ივანოვიჩმა ამოიოხრა. დაელოდა ქალი ცხვირს როდის მოიხოცავდა და მერე უთხრა. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ პრასკოვია ფეოდოროვნამ სიტყვის დამთავრება არ აცალა და ის მთავარი თქვა, რაც პეტრე ივანოვიჩისთვის ჰქონდა სათქმელი. უпроსწორად, უნდოდა ეკითხა, როგორ მოქცეულიყო ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხაზინიდან ფულის მიღება რომ შესძლებოდა. თან ისეთი სახე მიიღო, თითქოს ხაზინიდან ფულის მიღებაზე კი არა, რჩევას პენსიის გამო ეკითხებოდა. თუმცა პეტრე ივანოვიჩი მიხვდა, რომ ამ ქალმა ყველაფერი თითოეულ წვრილმანამდე იცოდა. იცოდა ისიც კი, რაზეც თავად პეტრე ივანოვიჩს წარმოდგენა არ ჰქონდა. იცოდა ყველა ის საშუალება, ყველა ის ფანდი, რომლითაც შეეძლო სიკვდილის მომიზეზებით, რაც შეიძლება მეტი ფული გამოეწურა და გაგებით სწორედ იმის გაგება უნდოდა, რა იყო საჭირო იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი წაეგლიჯა ხაზინისთვის. პეტრე ივანოვიჩი შეეცადა ქრივის სურვილის საპასუხოდ რაიმე საშუალება გაეხსენებინა. ერთხანს იფიქრა კიდევაც, მაგრამ ვინაიდან ისეთი ვერაფერი მოიფიქრა, რითაც პრასკოვია ფეოდოროვნას ასიამოვნებდა, ძუნწები არიანო, თავრობა გაკიცხა და ბოლოს დასცინა, მეტის მიღება მგონი შეუძლებელიაო. პრასკოვია ფეოდოროვნამ ამოიოხრა და ახლა იმაზე დაფიქრდა, ამ კაცისგან როგორ გათავისუფლებულიყო. პეტრე ივანოვიჩი ამას მიხვდა, პაპიროსი ჩააქრო, წამოდგა, ხელი ჩამოართვა და წინკარში გავიდა. იმ სასადილო ოთახში, სადაც ის საათი იდგა, რომლის გამოც ბრიკი-ბრაკში ვიყიდეო, ივან ილიჩი მაშინ ასეთი გახარებული ბრძანდებოდა, პეტრე ივანოვიჩი მღვდელს და პანიშვილზე მოსულ კიდევ რამდენიმე ნაცნობს შეხვდა. აგრეთვე ნახა ივან ილიჩის ქალიშვილი, ვისაც ბავშვობიდან იცნობდა. ისიც თავით ფეხამდე შავებში იყო ჩაცმული და მისი ისედაც წერწეტი წელი შავებში კიდევ უფრო წვრილი ჩანდა. ჰქონდა დაღვრემელი, შეუვალი, თითქმის მკაცრი გამომეტყველება. პეტრე ივანოვიჩს ისე მიესალმა, გეგონებოდა ეს კაცი რამეში დამნაშავე ყოფილიყო. ქალიშვილის უკან იდგა პეტრე ივანოვიჩის ნაცნობი, ძალიან მდიდარი ახალგაზრდა მამაკაცი, სასამართლოს გამომძიებელი, ვისაც ასევე მკაცრი, შეურაცხმყოფელი გამომეტყველება ჰქონდა და ვინც როგორც პეტრე ივანოვიჩს უთხრეს, ამ ქალიშვილის საქმრო იყო. ახალგაზრდებს ის ცივად მიესალმა, უნდოდა იმ ოთახში გასულიყო, სადაც მიცვალებული ესვენა, რომ კიბის ქვეშ თვალი უცებ ილიჩის გიმნაზიელ ვაჟიშვილს მოჰკრა. ბიჭი ძალიან ჰგავდა მამას. ეს ის პატარა ივან ილიჩი იყო, სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან რომ ახსოვდა. თვალები ნამტირალები ჰქონდა, თანაც ისეთი, როგორიც 13-14 წლის ბიჭუნებს აქვთ. ბიჭმა პეტრე ივანოვიჩი შეხედა და დაიმორცხვა. პეტრე ივანოვიჩმა თავი დაუკრა, მიესალმა და მიცვალებულის ოთახში შევიდა. დაიწყო პანაშვიდი, სანთლები, კვნესა, საკმეველი, ქალების ხმამაღალი ქვითინი ცრემლები. პეტრე ივანოვიჩი იდგა შუბლშეკრული და მის წინ მდგომთა ფეხებს მისჩერებოდა. მიცვალებულისთვის ერთხელაც არ შეუხედავს. არ მისცემია იქაურობის დამთრგუნველ გავლენას და ოთახიდან ერთ-ერთი პირველი გავიდა. წინკარში არავინ იყო, უცებ მიცვალებულის ოთახიდან გერასიმი სწრაფად გამოვიდა. გორად დამდგარ ქურქებს შორის პეტრე ივანოვიჩის ქურქის ძებნა დაიწყო, იპოვა და მიაწოდა. რა იყო ძმაო გერასიმ? ჰკითხა პეტრე ივანოვიჩმა, რათა რაღაც ეთქვა. გეცოდება? ყველაფერი ღვთისნებაა. აქ რომ არავინ დარჩება ვიცით. ყველანი იქცავად, თქვა გერასიმმა და თეთრი მსხვილი მამაკაცური კბილები გამოაჩინა. მერე როგორც მთელი სულითა და გულით საქმეში ჩართულ ადამიანს ჩვევია, კარი სწრაფად გააღო. მეტლეს გასახა, პეტრე ივანოვიჩი ეტლში ჩასვა და უკან წინკარში ისე შეხვდა, თითქოს ფიქრობს, სასწრაფოდ კიდევ რა მაქვს გასაკეთებელიო. კარბოლატის, მიცვალებულის, საკმელის მძაფრი სუნის შემდეგ პეტრე ივანოვიჩმა სუფთა კამკამა ჰაერი ჩაისუნთქა და მოეშვა. რას მიბრძანებთ, სად წავიდათ? კითხა მეეტლემ. ჯერ გვიანი არ არის, ფეოდორ ვასილევიჩთან შევივლი, თქვა პეტრე ივანოვიჩმა და ეტლი ადგილიდან დაიძრა.
იქ რომ მივიდა, ზუსტად პირველ რობერს ამთავრებდნენ, ასე რომ თამაშში მეხუთე კაცად შესვლა სრულიად მოსახერხებელი აღმოჩნდა.